2016 წელს დიდმა ბრიტანეთმა ფუნდამენტურად შეცვალა თავისი მომავალი. 52-48 წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ დიდი ბრიტანეთი დატოვებდა ევროკავშირის რიგებს. ბევრი მხარდაჭერისთვის ეს იყო ოცნება, რომელიც რეალობად ექცათ. დაპირებების მიხედვით უნდა დაწყებულიყო არნახული წინსვლა და განვითარება, საზღვრების მკაცრი კონტროლი და ეკონომიკური ბუმი, თუმცა ამ დღიდან 9 წელია გასული და გაცემული დაპირებები ისევ შესრულებას ელიან. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ, გთხოვ ჩემი არხი გამოიწერო, დაალაიქო ან დააკომენტარო, იმისთვის რომ მეტი мотиваცია მომცე და უკეთესი ხარისხის ვიდეოები ჩავწერო შემდეგშიც. ახლა გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი ვიდეოების მთავარი სპონსორია შეინსანდო ხელოსანი და შეინსანდო ავიჯი. მხოლოდ 2023 წელი რომ ავიღოთ, რიგითმა ბრიტანელმა 2000 გირვანკა სტერლინგით ნაკლები გამოიმუშავა Brexit-ის გამო, ვიდრე Brexit-ამდე პერიოდში გამოიმუშავებდა. რიგით ლონდონელზე კი ეს ციფრი 3400 სტერლინგამდე იზრდება. ქვეყნის მასშტაბით ამ ნაბიჯმა გამოიწვია 2 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა, რაც დამეთანხმებით ნებისმიერი თუნდაც დიდი ქვეყნისთვის უზარმაზარი რაოდენობაა, რაც მხოლოდ ცუდის მაინშტებელი შეიძლება იყოს. დაპირებული საზღვრების მკაცრი კონტროლისა და მისი მაქსიმალურად ჩაკეტვის ნაცვლად, უფრო მეტად გაიღო საზღვრები და მხოლოდ ამ 9 წელში, 16-25 წლებში მიგრანტთა რაოდენობა 4 მილიონს მიაღწია, რაც წინა 9 წელთან შედარებით 2-ჯერ მეტია. წლების განმავლობაში ბევრმა მოქალაქემ მკვეთრად შეიცვალა თავისი შეხედულება Brexit-ის მიმართ, არც თუ უსაფუძვლოდ. 2025 წლის იანვრის გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულთა 46% თვლის, რომ მათი პრიორიტეტული სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირი უნდა ყოფილიყო. აშშ-ზე იგივე აზრს 21% აფიქსირებს, ხოლო ჩინეთზე 4%. ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 13% თვლის, რომ Brexit-ი წარმატებული და სწორი გადაწყვეტილება იყო და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა. შესრულდება ყველა ეს მოლოდინი და დაპირება, რაც Brexit-თან ახლავს, თუ კვლავ განწირულია წარმატებლებისთვის, როგორც ეს ხდება ბოლო 10 წელია. სანამ ეს კითხვები ეჭვები და ფიქრები უფრო ნათლად წარმოვაჩინეთ, საინტერესოა რატომ გაჩნდა საერთოდ Brexit-ის იდეა და როგორ იქცა ფიქრი რეალობად. რატომ იყო ამდენი ადამიანი ევროკავშირისგან გასვლის მომხრე? ბრიტანეთისთვის ევროსკეპტიციზმი უცხოხელი არ არის და მას ღრმა ფესვები გააჩნია. განსხვავებით გერმანელებისგან და ფრანგებისგან, რომლებიც თვლიდნენ, რომ ევროკავშირის შექმნა და მასში ყოფნა მშვიდობის გარანტი იქნებოდა, ბრიტანეთი რჩებოდა თავისი იმპერიალისტური მიდგომებითა და ამბიციებით. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას შეუერთდა, მაინც ინარჩუნებდა ევროკავშირთან დისტანციას და მასთან ღრმა და ყოვლის მომცველ თანამშრომლობაში არ შედიოდა. არ ხდებოდა მხარეებს შორის პოლიტიკური აზრებზე შეხედულებების გაზიარება. 75 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ბრიტანეთის მოსახლეობამ ხმა მისცა გაერთიანებაში დარჩენას, თუმცა ევროსკეპტიციზმი არსად გამქრალა. ეტაპობრივად იჩენდა თავს და 2010-იან წლებში შედარებით მომძლავრდა კიდეც. Brexit-ის გამორჩეული მომხრეები იყვნენ ბორის ჯონსონი, შემდეგში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ნაიჯელ ფარაჯი, რომელიც სავარაუდოდ ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ამ ადამიანების და მათი მომხრეების მთავარი არგუმენტებია დამოუკიდებელი ეკონომიკის წარმოება, ანუ ევროკავშირის ბიუროკრატიის თავიდან არიდება, ბრიტანეთის საზღვრებზე სრული კონტროლი, ანუ უმეტესად მიგრანტების გამო აწუხებს ეს საკითხი და მესამე ეროვნული დამოუკიდებლობა, რაც ნიშნავს დამოუკიდებლად კანონების მიღების შესაძლებლობას. დიდი ბრიტანეთი იყო ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, უფრო მეც გასცემდა, ვიდრე იღებდა. ამით უმეტესად ეხმარებოდნენ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვები. აღნიშნული საკითხი, რომ ბრიტანეთი უფრო მეც გასცემდა, ვიდრე იღებდა, მთლად ზუსტი არ არის, რადგან თუ პირობითად 30 მილიარდს გასცემდა წლიურად ვაჭრობის სახით და მის ქვეყანაში სამუშაო ადგილების არსებობისა და მარტივი ექსპორტის შესაძლებლობის არსებობის გამო შესაძლოა 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტსაც იღებდა უკან, რაც როგორც აღმოჩნდა, წლების შემდეგ ნამდვილად მასე იყო. ევროკავშირში წევრებს შორის მიმოსვლა, დასაქმება ან უბრალოდ საცხოვრებლად გადასვლა მარტივი და თავისუფალია. გაერთიანების არსით სწორედ ეს არის. შესაბამისად, 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების შემდეგ, როცა გაერთიანებას ერთდროულად 10 წევრი ქვეყანა შეუერთდა, დიდი ნაკადი დაიძრა ისეთი ქვეყნებისკენ, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სამუშაო ადგილების საპოვნელად. მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა ბრიტანეთში, რაც ერთგვარი დადებითი ეფექტით დახასიათდა ბრიტანეთის ეკონომიკის მიმართ, თუმცა დროებითი ეფექტი უფრო ჰქონდა, ვიდრე გრძელვადიანი. წლების განმავლობაში სწორი თუ არასწორი აქცენტების გაკეთების გამო ბრიტანეთის ეკონომიკა ფაქტობრივად გაიყინა. მშპ-ს წილი თვითონ მოსახლეზე ფაქტობრივად არ იზრდებოდა. წამყვან ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა და ამის ერთ-ერთ მიზეზად ევროკავშირის
ბიუროკრატია სახელდებოდა. ბრექსიტის მომხრეების კამპანია მარტივი და გასაგები ლოზუნგით გამოირჩეოდა. ჩვენ ყოველკვირა 350 მილიონ ფუთს ვაგზავნით ევროკავშირში. მოდი ეს თანხა ჯანდაცვას მოვახმაროთ. იმის ფონზე რომ არსებული სიტუაცია ვეღარ პასუხობდა დამდგარ რისკებს და მოთხოვნებს, იმის ფონზე რომ ეკონომიკა წინ ვერ მიიწევდა და იზრდებოდა მიგრაციის ტალღები, რეფერენდუმის ბედი სანერვიულო და საოჭროფო გახდა. წინასწარი პროგნოზის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. შანსები ორივე მხარეს თანაბრად ჰქონდა. 2016 წლის 23 ივნის ბრექსიტმა მოიგო 52-48% წინააღმდეგ. რა ხდება დღეს? მიგრაციის ნაკადები არნახულად არის გაზრდილი, ეკონომიკის განვითარების ტემპი კუს ნაბიჯებს უფრო გავს ვიდრე იმპერიალისტური ქვეყნის, საჯარო სერვისების დახვეწა ვერ ხერხდება და ჩამორჩება დროსა და თანამედროვეობას. აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს ბრექსიტის ორი ახსნა. მძიმე ბრექსიტი და რბილი ბრექსიტი. მძიმე ბრექსიტი მოიცავს როგორც ევროკავშირის რიგების დატოვებას, ისე ეკონომიკური ურთიერთობების და თანამშრომლობის შეწყვეტასაც, ხოლო რბილი ბრექსიტი მოიაზრებს ევროკავშირის დატოვებას, თუმცა ევროკავშირთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას. ამჟამინდელი ბრექსიტი მოიაზრებს რბილ სახეს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მძიმე ბრექსიტით შეიცვალოს ოდესმე. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ბრიტანეთი კვლავ დაუბრუნდეს ევროკავშირში, ვიდრე ის, რომ მან გაწყვიტოს ეკონომიკური ურთიერთობა ევროკავშირთან. ბრიტანეთში ხშირად ამბობენ, რომ ბრექსიტზე არჩევანი ისე გააკეთეს, რომ ბოლომდე გააზრებული არ ჰქონდათ თუ რა იქნებოდა ამის შედეგი. მოსახლეობა კარგად ვერ იაზრებდა და აანალიზებდა თუ რა რისკების წინაშე აღმოჩნდებოდა მათი ბიზნესები, მათი სამუშაო ადგილები. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს შედეგი მხოლოდ მოსახლეობის ბრალი კი არა, ბრექსიტის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების სიზუსტის გამოვლენების გამოც დადგა. მათ ვერ მოახერხეს ყველა იმ შესაძლო რისკისა თუ საშიშროების ისე წარმოჩენა, რომ მოსახლეობისთვის მისი აღქმა ნათელი და მკაფიო ყოფილიყო განსხვავებით ბრექსიტის მომხრეებისგან. შედეგად მიიღეს რა? სრულად ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლება ევროკავშირის ბიუროკრატიისგან, თუმცა ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესანარჩუნებლად საჭიროა ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინება და ეს იყო ევროკავშირის მთავარი მოთხოვნაც. რასაც აქამდეც აკეთებდნენ ბრიტანელები, მაგრამ ამჯერად იგივე გაკეთება უფრო მეტ დროს ფინანსურ დანახარჯებსა და საზღვრებზე შემოწმებებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ბრიტანეთის ექსპორტი ევროკავშირში 11%-ით შემცირდა წევრობის დროინდელ მონაცემებთან შედარებით, რამაც 40 მილიარდი სტერლინგი დააკარგვინა ბრიტანეთის ეკონომიკას. მცირე ბიზნესისთვის ეს იყო კატასტროფული და სამწუხაროდ 1/2-ზე მიყოლებით კოტრდებოდნენ და დაკარგეს შემოსავლის ერთადერთი წყაროც. ამის საპირწონედ მეთევზეთა საქმიანობა და მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მათი ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე ასევე გართულდა. თითქმის შეუძლებელი გახდა მისი ექსპორტი, რამაც ბრექსიტის პირველივე თვეებში 83%-იანი ექსპორტის კლება მოყვა. ბრექსიტის მომხრეები თავს იმშვიდებენ და იმედოვნებდნენ, რომ ევროკავშირის ბაზარს სხვა ბაზრებით ჩაანაცვლებდნენ, იმ ბაზრებით, რომლებსაც ევროკავშირი ზღუდავდა და არ აძლევდა მარტივ წვდომას თავის ტერიტორიაზე. საქმე ამ მიმართულებითაც არ გამოდგა მარტივი. მაგალითად, ავსტრალიასთან შეამცირეს სავაჭრო ტარიფები, რამაც გააიოლა პროდუქციის შეტანა. თუმცა ამ გადაწყვეტილებამ დიდად არ შეცვალა სიტუაცია, რადგან მშპ-ს მონაცემები ამ გარიგებით მხოლოდ 0.08%-ით გაიზარდა, რაც დანაკარგებთან შედარებით მიზერული ოდენობაც კი არ არის. ბრიტანეთის ეს მდგომარეობა არ არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ ბრიტანეთი ვერ ახერხებს სწორი პოლიტიკის წარმოებას, არამედ მსოფლიოში გაჩნდა მნიშვნელოვნად დიდი ძალები, რომლებიც უფრო მარტივად და მომგებიანი პირობებით დებენ გარიგებებს დიდ ბაზრებზე. ბრიტანეთს უჭირს აშშ-თვის, ინდოეთისთვის, ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევა. ბრიტანეთს ადგილმდებარეობის გამო უჭირს სხვადასხვა პროდუქტზე ფასების თამაში და შესაბამისად ევროკავშირის ტერიტორია კვლავ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ვიდრე სხვა ბაზარი, რადგან საქმე უფრო მარტივად არის ვიდრე ჩანს. საფრანგეთში პროდუქტის ტრანსპორტირება ჯდება $1500, აშშ-ში იმავე პროდუქტის ტრანსპორტირება ჯდება $4000, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასზე. მიუხედავად გაერთიანების დატოვებისა, ექსპორტის 40%-ზე მეტი კვლავ ევროკავშირზე მოდის. ბრიტანეთის დაპირებული მსოფლიო ეკონომიკური ბატონობა ვერ სრულდება. მიგრაციის კონტროლის ნაწილშიც არ აქვს დიდი და მნიშვნელოვანი წინსვლა, როგორც უკვე ვთქვით, თუმცა ერთ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. თურქეთს. რა შუაშია თურქეთი ხომ? ახლა ვეგეთქვით. 2014 წელს თურქეთი გააქტიურდა ევროკავშირის წევრობის მოპოვების მიზნით, რაც აჩენდა განცდებს, რომ თურქეთი მოახერხებდა მოლაპარაკებების დაწყებას და შემდეგ მის წარმატებით დასრულებას. ევროკავშირისთვის ბაზარი გაიზრდებოდა, თუმცა თურქეთის წევრობას მოყვებოდა მნიშვნელოვნად დიდი რისკები, როგორიცაა თურქი მოსახლეობის დიდი ნაკადები ევროკავშირის ტერიტორიაზე. პოტენციურად 77 მილიონი თურქი დაიძვებოდა მათ შორის ბრიტანეთისგან, რასაც ოფთხოვდნენ კუნძულზე.
ამ დიდი რისკის არიდების ერთადერთი საშუალება იყო ევროკავშირის წევრობიდან გამოსვლა, რაც მას საშუალებას მისცემდა თვითონ ეკონტროლებინა თავისი საზღვრები და რეგულაციების გამო არ ყოფილიყო ვალდებული მიეღო წევრი ქვეყნების მოსახლეობა. საბოლოოდ თურქეთის გაწევრიანების საკითხი კვლავ გადაიდო, თუმცა მიგრაციის პრობლემა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა. 2015 წლის გამოკითხვების მიხედვით 71% თვლიდა, რომ მიგრაცია არის ბრიტანეთის მთავარი გამოწვევა. ბრექსიტის მომხრეები პრობლემას ევროკავშირის რეგულაციებში ხედავდნენ, თუმცა მხოლოდ 2024 წელს ქვეყანაში 1,2 მილიონი ადამიანი შევიდა მიგრანტის სახითაც ბრიტანეთის მოსახლეობის 2% შეადგენს. მიგრანტების უმეტესობა აფრიკის კონტინენტიდან არიან ან დასავლეთ აზიის ტერიტორიებიდან. მათი ბრიტანელ მოსახლეობასთან ასიმილირება ვერ ხერხდება, რაც იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის კვეთ უკმაყოფილებას, რაც სულაც არ არის გასაკვირი. საბოლოოდ ეკონომიკის ღირებულების მიხედვით, პირდაპირ თუ ირიბი ხარჯების გათვალისწინებით, ბრიტანეთმა დაკარგა ბრექსიტით 140 მილიარდი სტერლინგი, რაც არ ამხნევად დიდი თანხაა იმისთვის, რომ დაკარგოთ და მასზე წტომა აღარ ქონდეს. მაგალითისთვის, რუსეთის ევროკავშირის ტერიტორიაზე გაყინული აქტივების რაოდენობა 200 მილიარდ დოლარამდეა, რისი დაბრუნების სანაცვლოდაც ცდილობს ყველაფერს, რაც მის ხელთაა. ხან ევროკავშირს დაემუქრება, ხან ბელგიას და ასე შემდეგ. ფაქტია, ოპერაცია ბრიტანეთის დიდი დაბრუნება და კვლავ მსოფლიო ბატონობა ამ ეტაპისთვის არათუ ვერ სრულდება, არამედ ევროკავშირში ყოფნის დროინდელი მდგომარეობაც სანატრიალე გაუხდათ. რა თქმა უნდა, ეს ბრიტანეთის დასასრული არ არის. ყველა მსგავს ძირეულ ცვლილებას ჭირდება რომ ამუშავდეს. ბრიტანელებს საკმარისი გამოცდილება და ჭკუა აქვთ იმისთვის, რომ საუკეთესო გზა აირჩიონ. კვლავ განიხილება ევროკავშირში გაბრუნება და თუ ეს მოხდება წლების შემდეგ, მაგ მომენტამდე კი ბრიტანეთი კვლავ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსოფლიო ამბებში. ახლა გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი ვიდეოების მთავარი სპონსორია შენი სანდო ხელოსანი და შენი სანდო ავიჩი. კი ამ ვიდეოს უყურებ, გთხოვ ჩემი არხი გამოიწერო, დაალაიქო ან დააკომენტარო, იმისთვის რომ მეტი мотиваცია მომცე და უკეთესი ხარისხის ვიდეოები ჩავწერო შემდეგშიც.